მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მთავარს სამზე მიშა სესიაშვილთან ერთად. პოლიტპატიმარი რეზო კიკნაძე სანქცირებულმა მოსამართლე ლელად საგარეიშვილმა დარბაზიდან გააძევა იმის გამო, რომ ბრალდებულს სურდა პროცესზე წიგნი ვაცის ნადიმი შეეტანა და დარბაზისთვის სიტყვით მიემართა. საბოლოოდ ადმინისტრაციულ ბრალდებაზე დანიშნული დღევანდელი სხდომა გადაიდო, თუმცა კიკნაძეს სხვა სისხლის სამართლის საქმის გამო პატიმრობა აქვს შეფარდებული. მთელი დღის განმავლობაში კი საქალაქო სასამართლოში გრძელდება ადმინისტრაციული საქმეების განხილვა, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას რეჟიმი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს. დავით კობიძე მოგუყვება საქალაქო სასამართლოში დღეს მიმდინარე პროცესების შესახებ. დიქტატორი აღმოჩნდა ის სიტყვა, რომლის გამოც სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევისთვის დასანქცირებულმა მოსამართლემ ლელად საგარეიშვილმა არ მისცა უფლება რევაზ კიკნაძეს, რომ საკუთარი სიტყვა, რომლითაც ადვოკატის შუამდგომლობას აზუსტებდა, დაესრულებინა. დღევანდელ პროცესზე რევაზ კიკნაძემ რიტორიკული კითხვა დასვა, თუ რატომ არ მიეცა მას საშუალებას ხტომათა დარბაზში შემოეტანა წიგნი ვაცის ნადიმი, რომელიც ეხება დიქტატურას და წიგნი შეიცავს იმ შინაარსს, თუ როგორ ასრულებენ დიქტატორები და როგორია მათი ბოლო. ფრაზის ცეცხლი ოლიგარქიას წარმოთქმის გამო კი საბოლოოდ ლელად საგარეიშვილმა მიიღო მისი დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება და კიკნაძე ბადრაგების თანხლებით იძულებით გაიყვანეს ხტომათა დარბაზიდან. ხტომა კი 20 თებერვლამდე გადაიდო. დღეს ადმინისტრაციულ საქმეზე მიმდინარეობდა პროცესი, თუმცა რევაზ კიკნაძეს სახელმწიფო ბრალდება ედავება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასაც, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და მე შევახსენებ მაყურებელს იმასაც, რომ როგორც თავად ბრალდებული აღნიშნავს, მისი დაკავების შემდეგ ის პოლიციელებმა ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს და მას ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ არ მოაწერდა ხელს ჩვენებას, რომელშიც ეწერა, რომ ის დავალებებს იღებდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან თანხის სანაცვლოდ. აქ სანამ შემოვიდოდი, წიგნი უნდა წამომეღო მარიო ვარგას ლიოსას ვაცის ნადიმი. რატომღაც არ შემომატანინეს ამ წიგნის უკანა გვერდზე გვერდის განმარტებაში, ყველა წინააღმდეგობაში ნახსენები იყო სიტყვა დიქტატორი. ზოგადად ვაცის ნადიმიც იმასთან დაკავშირებული იმაზეა, თუ როგორია ყველა დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო. ზოგადად ასეა. ბოლოს ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში ხდება. თავისიანებიც კი ტოვებენ, რადგან თავის დროზე შიში და ძალაუფლება. ცეცხლი ოლიგარქია! რევოლუცია მასტეგასინო ძვირფასო მკითხველო ილია ჭავჭავაძე. მონომას არასდროს ერთმევა მშვიდობა. ქართველი რუსპოეტის ის პოლიტიკა გამეთე ტელეფონი. მე შემდგასე იბრძოლე. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ორჯერ დააყენა სანქცირებული მოსამართლის აცილების შუამდგომლობა. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ამისა იყო ის, რომ დაცვის მხარეს დროულად არ უზრუნველყო უბრალოდ სასამართლომ, რომ დაცვის მხარეს დროულად გადაცემოდა მტკიცებულებები და საქმის მასალები, რომლითაც შემდგომ უკვე ექსპერტიზა ჩატარდებოდა. მეორე მთავარი არგუმენტი კი იყო ლელად საგარეიშვილის პროფესიული საქმიანობა, პროფესიული რეპუტაცია. დღეს ადვოკატმა შეახსენა მოსამართლეს, რომ ის არის სანქცირებული და ასევე მიმდინარე სასამართლო პროცესების დროს ერთხელაც კი არ ყოფილა პრეცედენტი, რომ მას გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს. ის ყოველთვის იზიარებდა ბრალდების მხარის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას აქტივისტების წინააღმდეგ და ყოველთვის იღებდა სანქციას ამ ადამიანების წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რატომაც სურდა ადვოკატს მისი აცილება, თუმცა მოსამართლის პასუხი ამასთან დაკავშირებით იყო ის, რომ სანქცირება ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და რომ ეს პროცესი მის გადაწყვეტილებებზე გავლენას არ მოახდენს. დასანქცირებულ მოსამართლეს წამდებით და ასევე თქვენი სტატისტიკა ბატონო მოსამართლე, რომელიც ისტორიას დარჩება. რამდენი საქმე განიხილეთ და ამ რამდენი საქმიდან ერთი მაინც თუ შეწყვიტეთ, ყოველივე აქედან გამომდინარე ბატონო მოსამართლე, რადგან არ მომიწია შესაძლებლობა დამენიშნა ექსპერტიზა და
ხელოვნურად არ მომეცით, თქვენს მიმართ დასხვა გარემოებებს, როდესაც გვიწევს კანონმდებელი, იკვეთება, რომ თქვენი აცილების საფუძველი. სანქციების საკითხი, მოსამართლის კონკრეტულად ჩემი დასანქცირება, ის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არის ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსების მიერ და წარმოადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქართულ მართლმსაჯულებაზე, საქართველოში სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. დღეს საქალაქო სასამართლოში სხვა პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვაც მიმდინარეობდა, მათ შორის იყო გელა ხასაიას, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ედავება პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და ხელის შეშლას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელი, რომელიც წარსდგა სასამართლოს წინაშე, ამბობდა იმას, რომ გელა ხასაია მათ ხელს უშლიდა 4 დეკემბერს ნიკა გვარამიას დაკავებაში, ამიტომ საჭირო გახდა პოლიციელის ჩვენების მიხედვით, რომ დამატებითი ძალები ჩაერთოთ საქმეში გვარამიას დაკავების მომენტში. სხდომა, გელა ხასაიას სხდომა გადაიდო და ჯერჯერობით არ ვიცით მოსამართლე საბოლოოდ ცნობს თუ არა მას ადმინისტრაციულ სამართალდამღვევად. გმადლობ, დავით კობიძე იყო. 26 დღიანი შიმშილობის შემდეგ კი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული და დამძიმებულია. კლინიკა ვივამეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მდგომარეობის სერიოზულობიდან გამომდინარე ის საჭიროებს დამატებით კვლევებს და შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებაში უნდა დარჩეს. რაც შეეხება ამაღლობელის პოზიციას, ადვოკატის თქმით, ის საპატიმროში გადაყვანას ითხოვს და არანაირ პრივილეგიას არ მოითხოვს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც დაპატიმრებული ჟურნალისტის უფლებებს იცავს, სამედიცინო კონსილიუმის შექმნის წინადადებით სახალხო დამცველსაც მიმართა. ნინო გაზდელიანი მოგვიყვება ვრცლად თუ როგორია ჟურნალისტის მდგომარეობა და როდის შეიძლება მოინახულოს ის მედიკოსთა ჯგუფმა. ეს ჯერჯერობით არის უცნობი, მიუხედავად იმისა, რომ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკვე მიმართა სახალხო დამცველს, გადაუგზავნა კონკრეტული ექიმების სახელები და გვარებით, ოჯახთან შეთანხმებით და ახლა ელოდებიან, როდის შეიქმნება ეს ჯგუფი და როდის შეძლებენ ისინი კლინიკაში შესულას, იმისათვის, რომ უკვე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მათ შეისწავლონ და დააკვირდნენ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც ბუნებრივია 26 დღიანი შიმშილობის ფონზე არის დამძიმებული, გართულებული. ადვოკატი იმყოფებოდა დღეს მასთან, რომელმაც თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე ამდენი დღეა შიმშილობს, თავს მაინც ფნედ გრძნობს, თუმცა ბუნებრივია სუსტად არის და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის ისევ ითხოვს დააბრუნონ ციხეში, საპატიმროში, საიდანაც გადმოიყვანეს დამატებითი კვლევების ჩასატარებლად. უფლებადამცველი ორგანიზაცია რამდენიმე დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც შიმშილობა დაიწყო მზია ამაღლობელმა, ითხოვდა კონკრეტული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა ეს დოკუმენტები მათ მიიღეს მხოლოდ 31 იანვარს და მას შემდეგ რაც მოთხოვნით ამ დოკუმენტების შესწავლა დაიწყეს ექიმებმა, ამის საფუძველზე დადგინდა, რომ აუცილებელი იყო დამატებითი კვლევები, რომელიც მას ამ მომენტამდე არ უტარდებოდა. ნაწილი ჩატარდა ციხის პირობებში, თუმცა ვინაიდან სხვა კვლევების ჩატარების შესაძლებლობა იქ არ იყო, ამის შემდეგ აუცილებელი გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა, სადაც ამ დრომდე რჩება, თუმცა ის კვლავ ითხოვს, რომ გადაიყვანონ საპატიმროში. ასევე ადვოკატმა დღეს იმ ფაქტზე ისაუბრა, რომ მოშიმშილე პატიმარს კლინიკის ადმინისტრაციამ შეუტანა საკვები, როგორც განმარტავს ეს ამას პროტოკოლი ითვალისწინებს, თუმცა მას შემდეგ რაც მზიამ თქვა, რომ ის უარს ამბობდა ამ საკვების მიღებაზე და რომ გაეტანათ ოთახიდან, ის საკვები არ გაიტანეს და მხოლოდ მას შემდეგ შესრულდა მისი ის თხოვნა, რაც ასევე ადვოკატმა მოითხოვა, რომ ეს საკვები ოთახიდან გაეტანათ. სტაბილურად გრძნობს თავს, სამხატვრო პალატაში დადიოდა ჩვეულებრივად, ვიკონტაქტეთ, სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბრეთ და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანს, ვინც შიმშილობა შეწყვიტა და თხოვა ყველას, რომ მის გამო რაღაც თავგანწირვა არ ღირს. კლინიკა მოსთხოვა მას, რომ გარკვეული დრო დაიყო კლინიკაში, რადგან კვლევები ჩატარებული იყო, რაღაც ცვლილებებიც აღმოჩნდა გასტროენტეროლოგიურ კვლევებში. ალბათონი მზია კვლავას თვითონ ითხოვს, რომ დატოვოს აღნიშნული კლინიკა, დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობს, რომ რაღაც არანაირ შეღავათებს
გადაწყვეტილებას არ ითხოვს არავისგან. კანონმდებლობით გაწერილი ინსტრუქციით პენიტენციური წესი არის ის, რომ როდესაც ადამიანს პატიმარს თავაზობენ საჭმელს, იგი თუ უარს აცხადებს, ეს საჭმელი გააქვს და ოქროზე უნდა მოვაწეროს მან ხელი. მე როდესაც შევედი, დამხვდა ეს საკვები დატოვებული მაგიდაზე, შემდგომ მოუწოდეთ პენიტენციური თანამშრომლებს და მათ გითხრეს, რომ როდესაც სანიტარი შემოვა, ის გაიტანდა და გარკვეული დროის შემდეგ სანიტარმა გაიტანა. ეს წესების დარღვევა არის, რა თქმა უნდა. ეს ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთი იარაღად შეგვიძლია განვიხილოთ. მიმართული გვაქვს სახალხო დამცველისთვის შუამდგომლობით, რომ მან შექმნას ექიმების ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში, როგორია ის მკურნალობა, რომელიც მას უტარდება და უტარდება თუ არა ყველა საჭირო პროცედურა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ჩვენთვის არ არის შესაძლებელი განსაზღვროთ, რამდენად სრულყოფილია ის მკურნალობა, რომელიც ტარდება. სახალხო დამცველს აქვს მანდატი, რომ მონიტორინგი განახორციელოს ამ პროცესზე და მონიტორინგის ფარგლებში მას აქვს უფლება შექმნას ექიმების ჯგუფი, ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ამ პროცესს განახორციელებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს მონიტორინგის პროცესი, რადგან ეს შიმშილობა უკვე 26 დღეა გრძელდება, ეს თავისთავად ახდენს უარყოფით გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და მის სიცოცხლეზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სია უკვე გადაუგზავნა სახალხო დამცველს იმ ექიმების, რომელიც ასევე შეთანხმებული არის ოჯახთან და რომლებმაც უნდა შეისწავლონ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, როდის მოახერხებენ ისინი კლინიკაში შესვლას. ნინო გაზდელიანი გვერდთვებოდა მთავარის ეთერში. ცნობილი ხდება, რომ სექსუალურ შევიწროებაში მხილებული სასულიერო პირი არქიმანდრიტ ნიკოლოზი ამ დრომდე იკავებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული AIP-ის სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის თანამდებობას. ინფორმაცია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს, გამოცემას მერიაში განუმარტეს, რომ AIP ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს. მამა ნიკოლოზ გეწაძეს მღვდელმსახურების უფლება ამ ეტაპზე შეჩერებული აქვს საპატრიარქოს ნეობის კომისიის გადაწყვეტილების და მიხედვით. Ძელი რეპორტაჟი კი შაბათის მთავარში გავიდა, სადაც გოგონები სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ და რასაც ადასტურებდა თავად არქიმანდრიტიც და მის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებების. უკვე 20 დღეა შიმშილობს თემურ ქათამაძე, რომელსაც საზოგადოება ბათუმელი მედროშის სახელით იცნობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვს არც მის უფლებების დამცველებს და არც ომბუდსმენის აპარატს. ადვოკატი ამბობს, რომ ბათუმელი მედროშე დასუსტებული არის, გამოც მიმდინარე კვირაში სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს. ჩვენი სამართლიანობა და ჩვენი სამართალი. მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ამასთან სახალხო დამცველსაც არ მიუღია რაიმე ინფორმაცია თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მოვუწოდებ ჩინეგან საქმეთა სამინისტროს და უყოვნებლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია, რა კვლევები utardeba თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარონ დაკავებულ პირს. ამასთან მიუმართავთ სახალხო დამცველს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სამ საკითხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი. გვიან ღამით ჩინეგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 სტუდენტი დააკავეს. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე თესეუს შენობის მიმდებარედ მოხდა, სადაც უკვე 25 დღეა გრძელდება სტუდენტების პროტესტი ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. გამთენისას იყო პატრულმა, რომ დაგვირეკა და დიღმის იზოლატორში მოათავსეს 3 ახალგაზრდა დაკავებული თესეუს სტუდენტები. ვიტყოდი იმას, რომ აბსურდის თეატრი. ამას ვიტყოდი. დააკავებენ ერთს, გამოვა 10 გაბრაზებული. დააკავებენ 10, გამოვა 2 იმდენი გაბრაზებული. ცდილობენ, რომ ვინც ცოტა ზედმეტად აქტიურობს, განეიტრალონ, მაგრამ ასეთი ძალიან ბევრია. ასეთი საქართველოს მოსახლეობაა, რამდენი უნდა დააკავონ. მიმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამერები წარმოგვიდგინოს და დაგვიდასტუროს ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი რაიმეს წერდა. აკრძალული ნივთი არ არის პულვერიზატორის ქონა, არც ვადასტურებ, რომ პულვერიზატორი ქონდა, მაგრამ ჰიპოთეტურად რომ ვიმსჯელოთ, აკრძალული
მძიმეებთა კატეგორიაში არ გადის და უკვე ჩვენ ხედავთ, რომ სისტემა იმდენად რეპრესირებულ პოლიტიკას ატარებს, რომ ადამიანებს უკვე იჭერს იმის გამო, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე იმყოფებოდეს. რაც შეეხება ბატონ არჩილს, მან განაცხადა ის, რომ დააკავეს ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ წარწერებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებებს, თუ ექნებათ რაიმე მტკიცებულება ან ვიდეო ჩანაწერი, როგორც მათ ეყოლებათ მოწმეები, ასევე გვეყოლება ჩვენ მოწმეები. ლუკა ხიზაძეს შეხვდი ახლა იზოლატორში და გამიმარტა, რომ მისი მხრიდან დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია. უბრალოდ მას ხელში ეჭირა სტენსილი და აქედან გამომდინარე პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოხდა მისი გადამოწმება და შემდგომში აიყვანეს და გადმოიყვანეს სამართლოში. წარწერა იყო ივანიშვილის რეჟიმის საწინააღმდეგოდ ამ შემთხვევაში, ასევე სიღარიბის საწინააღმდეგოდ და დასუდეს მილიცია, ასეთი სიტყვით იყო აღნიშნული გამოხატული. შეერთებული შტატების კონგრესმა კი ქართული კოშმარის არაღიარების აქტის შინაარსი გამოაქვეყნა. დოკუმენტის ტექსტში მითითებულია, რომ ამერიკის არცერთმა სახელმწიფო რგოლმა არ უნდა აღიაროს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმურობა, რომ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი და რომ კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა მოხდეს პერსონალური სანქციების გამოყენება. ქართული კოშმარის არაღიარების აქტი ორპარტიული დოკუმენტია, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი რესპუბლიკელი ჯო ვილსონი კიდევ ერთხელ აანონსებს ახალ სანქციებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. შვილი გვეტყვის თუ როგორია უკვე პოლიტიკური მოლოდინი და რეაქციები თბილისში. დიახ, თბილისში ამბობენ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყნის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოლიგარქიული რეჟიმი არ აღიაროს და ეს ყველაფერი ხდება კიდეც გავიდა უკვე 3 თვე მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ძალიან ღიად მიიტაცა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა და აღიარება შეერთებული შტატების მხრიდან არ მომხდარა, ასევე არ მომხდარა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა გარდა უნგრეთის მხრიდან და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომ ახლა უკვე კონგრესშია, წარმომადგენელთა პალატას აქვს ეს ყველაფერი დარეგისტრირებული უკვე კონგრესში, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არც მოხდება ოლიგარქიულ რეჟიმთან დაკავშირებით, ანუ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო აღიარება და მის რეჟიმს ვერცერთ შემთხვევაში ვერ ექნება. დღეს ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ასევე სანქციების გაგრძელება, ის რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია და ასევე მაგნიტსკის გლობალური აქტით დასანქცირებული არიან ოლიგარქიული რეჟიმის მაღალჩინოსნები, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის და კიდევ უნდა გაგრძელდეს სანქცირების პროცესი, მათ შორის უნდა შეეხოს ოლიგარქიული რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრებსაც და უნდა მოხდეს ისე, რომ ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს დღეს რეჟიმის გამტკიცებაში ეხმარება, მათ მიმართაც ეს სანქციები უნდა იყოს ამოქმედებული. ყველაზე ინტენსიურად საუბარი არის ბრიტანულ სანქციებზე, ამიტომ ნახოთ. თული სათქმელია, სანქციების დადება შეიძლება ასალების დოკუმენტების შეგროვება და რომელი ქვეყანა როდის შეაგროვებს, როდის დადებს და როდის მიტყვის გადაწყობას, მაგრამ არავინ არ იცის. თუ ესე მიფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ რომელიმე ადმინისტრაციას ამერიკაში ფეხებზე ეკიდება ადამიანის უფლებები, საქართველოში მაშინ როცა ხალხი 2 თვეზე მეტია ქუჩაშია და ითხოვს ახალ არჩევნებს და პოლიტიკურს გათავისუფლებას, ეგ არის ის, რომ თუ იმას გონია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ აინტერესებს ის, რომ დე-ფაქტო პრემიერი ირანში დადიოდა და იმ ოთახში და სადაც ყველოდა სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს. ნუ სხაპარია არ ხდება ეგ. თუ იმას გონია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაფერს აბარებენ ჩინეთს და სტრატეგიულ თანამშრომლად გააფორმეს და შემდეგ არ არის ეგრე ხო და ამ ყველაფერთან გამომდინარე მე ნაკლებად საუბრობ გონია, რომ ამათმა შეძლონ იმათთან ნორმალურ ურთიერთობებს დამყარება. რუსეთის სპეცსამსახურების ხელდასმული კაცი, რომელიც დღეს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს ჩინეთთან და გლობობს ხოლმე დიქტატორებს და გენერლებს პირსისხლიანს ირანთან ერთად, ასეთ ადამიანებთან შეერთებული შტატების ნეოკონსერვატიული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი რო დაალაგდება, რავ ეგ ხათუნა ხოფერიას აღარ ჯერა, იმიტომ რომ ეგ არის სისულები, ნონსენს, შეუძლებელია რუსეთის მოკავშირეები დაალაგდნენ ამერიკელ ნეოკონსერვატორებთან და ეს ტექსტი ასახავს არა მხოლოდ ტრამპის მიდგომას და ტრამპის ჯგუფი მაგას მიდგომას, არამედ მთელი ამერიკული პოლიტიკური ესტაბლიშმენტის დამოკიდებულება, როგორც იყო ისტორიულად ყოველთვის ასეთი ტიპის ადამიანებისადმი, როგორც ივანიშვილია და ასეთი ტიპის რეჟიმებისადმი. ქართული ოცნების მთელი ეს პროპაგანდა, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მათ ეშველებოდათ, რეალურად აღმოჩნდა კიდევ ერთი ტყუილი და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, რომ არ აღიარონ ასევე საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება, იმიტომ რომ ის მიტაცებული აქვს კონკრეტულ ჯგუფს და არჩევნები არ იყო
არც თავისუფალი და არც სამართლიანი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომი პოლიტიკის განსაზღვრისთვის ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი. რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ დაუჭერს იმ ხელისუფლებას, რომელიც არყავს ადამიანის უფლებებს, რომელიც ქუჩაში ცემს, აწამებს, ციხეში ყავს გამოკეტილი ახალგაზრდები და ჟურნალისტები. ოცნების ეგრეთ წოდებული მთავრობა გვატყუებდა, როდესაც გვიქმნიდა ტყუილ მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ შეიცვლებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მისამართით. ისინი გვატყუებდნენ ასევე იმასაც, რომ შესაბამისი ინდივიდები, რომლებიც ზალადობენ ჩვენს მოქალაქეებზე, არ დასანქცირდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ეს მსუსხავი ეფექტი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სულ უფრო და უფრო გაძლიერდება და გამოიღებს შესაბამის შედეგებს. ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება ივანიშვილის, დავათმობინოთ არჩევნების და ხელახალი დანიშვნის საკითხი და ასევე გათავისუფლდნენ უკანონო დაპატიმრებული ახალგაზრდები. ქართული კოშმარის არაღიარების აქტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირდა იანვრის დასაწყისში და ამის შემდეგ ახლა უკვე ამ დოკუმენტის ტექსტიც არის გამოქვეყნებული, სადაც პირდაპირ არის საუბარი და მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთმა მთავრობამ არ უნდა ითანამშრომლოს ბიძინა ივანიშვილთან თუ მის ნებისმიერ მარიონეტთან, ამასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მთავრობა უნდა შეეცადოს იმას, რომ გამოიყენოს მაქსიმალურად მის ხელთ არსებული ბერკეტები, ეს იქნება მაგნისკის გლობალური აქტი, თუ ეს იქნება აღმასრულებელი ბრძანება 14.024, რითაც დასანქცირებული არის ბიძინა ივანიშვილი, იმისათვის, რომ ეს სანქცირების პროცესი გავრცელდეს ყველა მიმართულებით, ეს იქნება პირველადი სანქციები თუ მეორადი სანქციები და ამასთან ერთადერთი ლეგიტიმურ ლიდერად ამ აქტის მიხედვით, ამ კანონპროექტის მიხედვით აღიარებული არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აქვე არის განმარტება, ეს არის ორპარტიული კანონპროექტი, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ჩატარდება ახალი არჩევნები და საქართველოში კონსტიტუცია აღარ იქნება დარღვეული, მაშინ ეს კანონპროექტი შესაძლოა რომ გაუქმდეს. გალდობ ნინო სამყურაშვილი გვიყვებოდა ქართული კოშმარის არაღიარების აქტის შესახებ. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსიკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს საგანგაშო დაფასებს და საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის გზისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს. ევროკომისარი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ძირს კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის. საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების საგანგაშოა. ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ძირს კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს კურსი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეების ნების პატივსაცემის შესაბამისად. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მთავარი პირდაპირ ეთერში უკვე საღამოს 6 საათზე დაბრუნდება.